როგორც მოგეხსენება, დღეს დაიგმილი იყო დებატები საზოგადოებრივი მოწყობის ეთერში საჯარო დისკუსია მიმდინარე მომენტთან დაკავშირებით, ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, როგორც პატონა ჟანელიძემ, ასევე თინა ხიდაშვილმა უარი თქვეს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე. ეს ორი ადამიანი გახლავთ ორი საშუალო არითმეტიკული ნაციონალი. შესაბამისად, მათთან დისკუსია საზოგადოებას მიცემდა განზოგადების საშუალებას და სიმართლის დადგენის საშუალებას. მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს ერთ-ერთ რამეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის სწორედ ამის გამო. რადიკალურმა ოპოზიციამ მთლიანად ზუსტად იცის, რომ რეალურად არაფერი აქვს საქმელი, არაფერთან დაკავშირებით, მათ შორის არჩევნ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, რომ ამ ორ ადამიანზე იყო ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, თუმცა მე მგონია, რომ ეს ბულინგიც იყო აშკარად დალაგებული. ისინიც აშკარად თავს იკავებდნენ საჯარო დისკუსიისგან. მათ რეალურად ამ დისკუსიაზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ საბჭოში ეს ფორმატი არ შედგებოდა. უარი თქვეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ ფორმატზე, ჩვენ შევთავაზეთ 12 კაცამდე დაახლოებით ფორმატში დისკუსიის გამართვა, შემდეგ მათ უარი თქვეს თავრობის ადმინისტრაციაში მოსვლაზე, მუდმივად ეძებდნენ საბაბს იმისათვის, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიაში. ბოლოს არაფერი დაუტოვეთ, ყველა მათ შეთავაზებას დავთანხმდით ფორმატს, ორი-ორზე დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მოწყობის სივრცეში, თუმცა როცა არაფერი დარჩა, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე, როცა არაფერი დაუტოვეთ, მაშინაც თქვეს სწორედ ამის გამო უარი. რა თქმა უნდა, ეს დისკუსია, საჯარო დისკუსია, მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური ნაცმოძრაობის რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა. თქვენ გახსოვთ, რომ ზუსტად ასეთივე შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენ ამ ადამიანებს გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით. მაშინაც შევთავაზეთ ნებისმიერ ჯგუფს, მათ შორის ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს თუ ნებისმიერ სხვას, მოსულიყვნენ ჩვენთან და გაიმართათ საჯარო დისკუსია გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით, თუმცა მაშინაც ამ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი, აქაც გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად იციან, სად არის სიმართლე, კიდევ ერთხელ ითქვა მათი მხრიდან უარი, ეს მეტყველებს ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ამ საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოიცვლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად ეს არის მათი უარის მიზეზი. ეს მინდოდა მეთქვა. პირველ რიგში სწორედ აი ამ დებატებთან დაკავშირებით, დისკუსიასთან დაკავშირებით, რჩება თუ არა ძალაში ისევ შეთავაზება საჯარო დისკუსიის ნაწილთან დაკავშირებით, ანუ გავიგეთ, რომ ორმა ადამიანმა თქვა უარი, თუმცა აი შემდეგ უკვე რჩება თუ არა კვლავ კი, რა თქმა უნდა. მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, მათ შორის ჩვენ არაგულწრფელ ადამიანებსაც დავთანხმდით ამ დისკუსიაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რჩება ეს შეთავაზება ძალაში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ნებისმიერ ფორმატში ამ ადამიანებთან, კიდევ ერთხელ ნებისმიერი სივრცე, მთავარია რომ ეს დისკუსია იძლეოდეს განზოგადების საშუალებას და სიმართლის დადგენის საშუალებას. და ასევე კითხავთ აი ბოლო საათების განმავლობაში ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში ვადევნებ თვალს დაკავებებს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს, ჩხრეკები მიმდინარეობს ოფისებში. რა პროცესები არის ეს და რას რაზე მეტყველებს? რეალურად სახელმწიფო უწყებებს ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრის თვისთვის. თქვენ იცით, რომ მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ასეთ პროცესებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალი, აი მარტივად ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დეკემბრისთვის დაგეგმილი. პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ 1 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, ან 27 რატო ამბობ, იმიტომ რომ მანამდე პროტესტი არ არსებობდა. ხო, 1 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ავიღეთ სტატისტიკა წლევანდელი წლის 1 ნოემბერი, 27 ნოემბერი და შევადარეთ შარშანდელი წლის 1 ნოემბერ, 27 ნოემბერს. რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებლები? 90%. პრაქტიკულად არის გაორმაგებული პიროტექნიკის
გაყიდვები საქართველოში. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, ეს სისტემური უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ იყო, რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმილი. ასევე დღეს ნახეთ, როდესაც შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამისი უწყებები, როცა შევიდნენ შესაბამის ოფისებში, პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი, ასე ვთქვათ, მასალების ამოღება და უფრო მეტიც, ვიდრე შევიდოდნენ საერთოდ, როცა დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, მაგალითად ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობდნენ პიროტექნიკას და კვლავაც განაგრძობდნენ უფრო მეტიც ამ პიროტექნიკის შეძენას. ამით რეალურად ამ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს პირდაპირ, ჯერ მანამდეც აღიარეს საკუთარი საჯარო განცხადებით, მაგრამ ეხლა დღეს უკვე პირდაპირ აღიარეს, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან დგას თლიანად პარტიული რესურსი. ცნობილი ჯგუფი არსებობს დაიტოვე, რომელიც არის ვითომ გულწრფელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი. ამ ჯგუფის ეგრეთ წოდებული ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი ნაციონალი, რომელიც სააკაშვილს სტუმრობდა თავის დროზე უკრაინაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? არაფერი გულწრფელობა არ არის აქ, არის თლიანად პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დევს დღეს უკვე ხელისკურზე. ბატონო ირაკლი, როდესაც ვუყურებდით კადრებს, რომელიც ვითარდებოდა სულ ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ოფისში, თქვენი ოპონენტები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ეს არის რეპრესიები. პიროტექნიკა თქვენც თავად აახსენეთ, ახალგაზრდები, რომელსაც ხედავთ პიროტექნიკით, ანუ პირდაპირ აკავშირებთ თქვენ ამ ადამიანებს, მაგალითად ამ პარტიის წარმომადგენლებთან, ანუ მათი მხრიდან დარიგება ხდება, ამაზე საუბრობთ თუ არა და რეპრესიებზე საუბრობენ თქვენი ოპონენტები. მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები. რაც შეეხება კავშირს, ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკით და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ. ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს სწორედ ხელისკურზე. ელისო ჯარიაშვილი, ტელეკომპანია ფორმულა, თავიდანვე ვიტყვი, რომ რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ და რადგან ხვებსაც მიეცათ ამის საშუალება, ვიმედოვნებ, რომ მეც მომეცემ ამის საშუალება, რადგან თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც სიმართლეს, გულწრფელობას უკავშირდება, რაც ჩემი ღრმა რწმენით ძალიან უადგილოა თქვენთან. მოდით დავიწყოთ იმით, კი ბატონო, ერთი წამით, არა, დამასრულებინეთ კითხვა, ვის წარმოადგენთ, როდესაც საუბრობთ. თქვენ არ გაქვთ არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს აღიარება, დრო და დრო გილოცავთ პუტინი, გაქებთ ხშირ შემთხვევაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მედვედევი და დუგინი, აი ვისი სახელით ლაპარაკობთ, როდესაც ახლა საუბრობთ, დავასრულებ კითხვას, დაიმახსოვრეთ თქვენი კითხვები, შემდეგი კითხვა. კი, არა, კი ბატონო, თუ გინდათ თავარი რომ თქვენ მაღიარეთ, იმიტომ რომ დღეს თქვენ მობრძანდით ოფიციალურად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. ეს შენობა თქვენ არ გეკუთვნით, მე როგორც ინსტიტუციაში ისე მოვედი და ჩემი აღიარებათ იმას თუ ჩათვლით, რომ კითხვას გისვამთ, თქვენ წარმოადგენთ რუსულ რეჟიმს და შესაბამისად იყენებთ მიტაცებულ ინსტიტუციებს, ვის უნდა დავუსვა კითხვა. ეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენელთან ასეთ დებატებში. ეზერაშვილს რამე დაუმტკიცეთ? ეზერაშვილს აქვს დამტკიცებული. თქვენ აქ არ ჯერ ერთი მოდით ჩემ კითხვებს. არის არცვა, ეს ერთი დამტკიცებული აქვს. ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით მე პირადად მაქვს ინფორმაცია, ძალიან დიდი ბოდიში, 13 წელია თქვენი ხელისუფლება ფლობს ძალაუფლებას და კოლ-ცენტრების გამოძიება თუ გინდოდათ, ამ ქვეყანაში ყველა მიცის ვინ დგას, BBC-ს გამოძიება გასაჩივრებულია და აი ამ მოდით ძალიან გთხოვთ დატკეპნილ რიტორიკას, მოდით ნუ დავღლით ჩვენ მაყურებელს და ნუ მოვასმენინებთ. თქვენ შემბირთით ვაგრძელებ კითხვის დასმას. ჯერ ვერ გავიგე, ვის წარმოადგენთ, ვისი სახელით ლაპარაკობთ. ვისი სახელით ლაპარაკობთ? თქვენ ვისი სახელით ლაპარაკობთ? მე არ მწხვენია რას წარმოვადგენ, მე წარმოვადგენ ტელეკომპანია ფორმულას. თქვენ ვის წარმოადგენთ? ქართველი ხალხის სახელით. რომელი ქართველი ხალხის სახელით, რომელსაც ასახიჩრებთ ქუჩაში? აი, მოდით გკითხავთ. თქვენი დაპირება იყო მშვიდობა? მშვიდობა არის თქვენი დაპირება? ერთი წამი. მე ვსაუბრობ მილიონ 100,000 ამორჩევლის სახელით, ეს ერთი. მეორე რაც შეეხება მშვიდობას. ხო. ერთმანეთსგან განვასხვაოთ ტერმინები, ეს პირველი, ჩვენ გადავარჩინეთ ეს ქვეყანა ომს.
და ის ომი არ არის, რასაც ახლა ქუჩაში აკეთებს სპეცრაზმი თქვენი. ახალგაზრდების დასახიჩრების ბრძანებას რუსეთიდან იღებს ბიძინა ივანიშვილი თუ მისი თვითშემოქმედება. ასევე მაინტერესებს სამშობლოს ღალატში თქვენ ფულს იღებთ თუ ესეც თქვენი თვითინიციატივა? თქვენი პარტიის მიერ. არა, გეკითხებით მე როგორც მოქალაქე გეკითხებით. გეკითხებით, ნუ გურამ როგავას რომ სასტიკად სცემეს. ვინ გასცა ეს ბრძანება? ვინ გასცა ბრძანება გეკითხებით? მოგიკითხეთ გეზერაშვილი. ვინ ჩაიდინა დანაშაული და რატომ არ არის ეს დანაშაული გამოძიებული? მომიკითხეთ გეზერაშვილი. მომიკითხეთ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი და გეკითხებით ახალგაზრდების დასახიჩრება მათ შორის ჟურნალისტების ვისი ბრძანება ივანიშვილის რუსეთიდან მიღებული დაკვეთაა თქვენი თვითშემოქმედებაა თუ რა არის? მიპასუხეთ კონკრეტულ არავითარი ემოციები. თქვენ არავის ემოცია არ გესმით, არავის ემოცია არ გესმით, გეკითხებით კონკრეტულ კითხვაზე მიპასუხეთ. არ არის სირცხვილი, იცით რა არის? სირცხვილი იცით რა არის? იცით რა არის სირცხვილი? ქუჩაში რო ხალხს არბევენ, სირცხვილია, როცა თვალში დამიზნებით ურტყამენ ადამიანებს, გადაივსო კლინიკები, გადაივსო იზოლატორები, ყველა ოპოზიციურ პარტიაში ახლა არის რეიდი, რას ნიშნავს ეს? ვინ გასცემს ბრძანებას? მე არაფრის არ მწვენია, თქვენ უნდა გწვენოდეთ, გეკითხებით, რა არის ფასი? რა ფასად გაყიდეთ სამშობლო? თუ უფასოდ აკეთებთ ამას. სამშობლოს ყიდი გეზერაშვილის. გეკითხებით, მე ვარ ჟურნალისტი და მხოლოდ ჩემს საქმიანობაში ვიღებ ანაზღაურებას. გეზერაშვილის თემა გავიარეთ, არაფერი არ გაქვთ საქმე და თუ გქონდათ 13 წელი გქონდათ ამისთვის. ვისგან იღებთ დავალებას? ბინძურ ფულს იღებ გეზერაშვილის. ახალგაზრდების დასახიჩრების. თქვენ ხომ გინდათ რომ ლეგიტიმურობა გქონდეთ? ხო გგონიათ რომ ლეგიტიმური ხართ? გეკითხებით ინსტიტუციურად ვინ გასცემს ბრძანებას ახალგაზრდების დასახიჩრების? ეს ბრძანება ივანიშვილს რუსეთიდან აქვს მიღებული თუ თვითონ წყვეტს ამას? ნაცმაიდანს არავის არ გაუტარებთ. არავის არ უნდა ნაცმაიდანი, თქვენ ხოცავთ ხალხს ქუჩაში, რა გინდა სიკვდილამდე მიიყვანოთ ვინმე? ტელევიზორს უყურებთ, ქუჩაში რატო არ გადიხართ? დებატები ხო გინდოდათ? მოდით ჩვენ არხზე დებატებზე. ხო გინდოდათ დებატები? გეზერაშვილის არხზე კაცო. მოდით სადაც გინდათ. იმ არხზე გინდათ, სადაც პოლიტპარტიიდან გადავიდა ვასილ მაღლაფერიძე დირექტორად, სადაც რეპრესივე თუ იმ არხებზე გინდათ, რომელიც პროპაგანდად გაქვთ გამოყენებული? გეკითხებით, ერთადერთი რომელი ომის ქუჩაში უწყობთ ომს ახალგაზრდების დასახიჩრების ბრძანებას არ ვნერვიულობ და თუ ვნერვიულობ, იცი რატო ვნერვიულობ? იცით რატო ვნერვიულობ? ჩემი კოლეგები არიან ნაცემები, ახალგაზრდებია. ჩემი კოლეგები პოლიციელები არიან ნაცემები თქვენი სამარცხვინო ქმედებების გამო. ვინ დაიჭირეთ? გეკითხებით, იდენტიფიცირება მოახდინეთ რომელიმე სამარცხვინო ვარ მე? თქვენ